ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სტიქიის ზონებში ჩავარდა შექმნილ ვითარებას ადგილზე გაიცნობა. ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის. პრემიერ-მინისტრის განმარტების სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გარემოს დასვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმაც. ელგუჯა ახოკლიშვილის თქმით, თვითმმართველობებში შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე მუშაობენ. ანტიკრიზისული ღონისძიების გასატარებლად მობილიზებული არის ადგილზე ყველა მძიმე ტექნიკა ადგილობრივ და ცენტრალურ მფლობელობაში 774 ერთეული 22 ერთეული წყლის საკაჩი ტუმბო 2003-მდე შვილის თანამშრომელი ჩართული და 218 ერთეული სასწრაფო დახმარების 98 ეკიპაჟი ამ ეტაპისთვის გვაქვს სტაბილური ვითარება სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ და რაიმე გართულებას არ ველოდებით. და ასევე მინდა განვაცხადო, რომ ყველა ის ოჯახი, რომელიც დაზარალდა ამ სტიქიის შედეგად, მათი ზიანი იქნება დათვლილი და ეს ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი მონაცემებით ზემო აჭარაში არის რამოდენიმე მეწყერული მოვლენა განვითარდა, ადგილზე არიან ჩვენი გეოლოგები და იქ ათვალიერებენ იმ ადგილებს და შესაბამისად მოსახლეობა მაქსიმალურად გაფრთხილებული არის რა ზომები და რა ღონისძიებები უნდა მიიღონ. თვითმმართველობებში შექმნილი არის სპეციალური კომისიები, რომლებიც ამ ზარალის დათვლაზე მუშაობენ, მაგრამ სანამ ეს წყალი არ დაბრუნდება კალაპოტში, მანამდე სრული ზარალის დათვლა ჯერ ადრევია და ამ დღეებში, როდესაც საბოლოოდ დაითვლება ეს ზარალი, შემდეგ რეგიონალური განვითარების სამინისტრო წარუდგენს მთავრობას, რომ მოხდეს შესაბამისად იმ საკომპენსაციო ზომების მიღება.